Hello, სასტავი მოგესალმებით მეგობრებო. დათასულების მეხუთე სეზონის მეცხრე სერია, ანუ ამ სეზონის ბოლო სერია, იქნება რეაქტი. სარუყურებას დაიწყებდეთ, არ დაგავიწყდეთ დალაიქება, არხის გამოწერა, აღწერაში გვაქვს რა თქმა უნდა შემოქმედის ლინკი და ყველა ეს დარეაქტებული სერია რაც კი მაქვს არის აღწერაში, თუ გაინტერესებს შეგიძლიათ ჩაუჯდეთ. ვნახოთ როგორ განვითარდება მოვლენები, როგორც გვახსოვს, თასულა სტრენჯმა წარსულში დააბრუნა ჩვენი ბიჭები აპოკალიფსში და იქიდან გრძელდება მოვლენების განვითარება და ნუ საკუთარ თავებს შეხვდნენ. ვნახოთ რა ხდება, ვნახოთ. რა მოხდება უბრალოდ. აი ესე დამთავრდა მახსოვს. თქვენ ვინ ხართ? მამა შენი ვარ, გზის მაღაზიიდან დავბრუნდი. ისი ამ გაიოს შავი თვალები რატო აქვს? ძალიან ავირიე რა. არ გაინძრე ბიჭო. იარაღი ჩვენს გვაქვს და მოდი არ გინდათ რა ეგეთები. იარაღი აქვს ბიჭს. ტყვიები ხო დაგიმთავრდა რობოტებთან სროლაში. კი დამიმთავრდა, მაგრამ ამათმა ეგ არ იცოდნენ შესწირო. დიდი ხანია გამოიღე ქვიშა ტრაკიდან. თუ რა გონორზე ხარ ძმა? რა? აჭოს ტრაკში ქვიშა აქვს შეყრილი? არანაირი ქვიშა არ მაქვს არც შეყრილი. დაუძახე იმათ. ვის რა? ვის უნდა დაუძახო ძმაო, დაავჯდეთ, დავილაპარაკოთ. რა ხდება აზია არ ვარ. აი დავიღალე რა. იშლებო, აიყვანეთ. ან მომეკარო. ხდება ბრატ. მე მგელი ვარ ძმაო, არ შემეხოთ. მგელი ახლა შენს ლომი არ იყო. შეიძლება მგელი ლომზე ბიჭო, ტიპი დემონები და რავე, ანუ რანაირად ემოციელებიან. მაგრამ ცირკში მასხარად რა არასდროს ხდება? გამოდის. ვა! როგორ მოხდა და ყველაფერი? ქურდი რა გიშლის ხელს? სახელი მიშლის, მაგული მქვია. მაგული რატო დაგარქვეს? რო გავჩდი მამა ჩემი ცხვალივით დათვრა. ექიმა კითხა სახელში რა ჩავწერო. ამ თვალმა კიდე მამას გულიო უნდა და ეცქვა და მაგული თქვა შემთხვევით. ამ სახელით კიდე ავტორიტეტობაო ჭირს ხო იცი? ისე ვოლკი ვარ ჩვეულებრივი. ძალიან პახმელიაზე ვარ შენი ბექსტორისთვის. ბიჭო, აი რა საჭიროა ასე მოქცევა? ნახე ირგვლივ რა კაი სიტუაცია, იდეალური ამინდია, რომ ადამიანი მშვიდად დივანზე მოკალათდე და ხორს უყურო. გააქვს თანახი ეგ ფილმი? გაიოს, გეხვეწებით, მაკაცურად გთხოვ რა, აგვიხსენი რა ხდება? ძალიან კარგადაც ვიცი რა ხდება. არ ვიცი ძმაო, არ ვიცი. მე ვიყო შამპანურის პროპკა თუ ვიცოდე. პრინციპში თავიდან რო აქ მოვედით, არც ჩვენ არ ვიცოდით. ხო და არც ჩვენ არ ვიცით. დაუჯერე გაიოს, მართლა ვერაფერს ვერ ხვდებით. მოკლედ როგორც ჩვენც აგვიხსნე სამსამყაროში რესტარტის ღილაკი გამოიყენეთ. მე რა ძმაო, მე რა შუაში ვარ. პაჭომ გამოიყენა რესტარტის ღილაკის გამოყენებაზე თუ იყო საქმე, ვერ მითხარით? ეგრე თუა, მაშინ გამხსენით და ერთად მოუწათ პაჭოს აქციელი რა აზია ბაზარი. პოლიკ მიჯვი. მე რესტარტის ღილაკი რეალურად არაფერს არ აგვარებს. თქვენ ზუსტად რა თხოვეთ მაგ ღილაკს? რავი, დაიცა კატაკლიზმას თავის ნივთები დაუბრუნეთ ხო? ბუკუნდუსი მოგვაშორე და პოლიკა მოტეხე გმირების სიიდან თქო. ხომ, რესტარტის ღილაკმა ეგ პრობლემები კი არ მოგიგვარად. უბრალოდ პარალელური სამყარო შექმნა, სადაც ბუკუნდუსმა კატაკლიზმასთან ომი წააგო და იქ გადაგისროლათ. ჩვენ ოთხნიკი და პირიქით ამ თქვენს დამწვარ და აოხრებულ სამყაროში გადმოგვიყვანა. ანუ ფაქტიურად პარალელურ სამყაროში გადაგსვათ და ჩვენი თავები ჩაგანაცვლებინათ რა. რას ამბობ? ბადაო. გამოდის რომ ბუკუნდუსი არასდროს დაგვიმარცხებია? არა და თქვენს გამო ამდენი ხანია ამ გადამწვარ ადგილას ვართ ჩვენც ამოკეტილები. ანუ სინამდვილეში არავინ არ გადაგვირჩენია. რა დროს ეგ არის? და ოქრო კატაკლიზმამ რომ მოგცა? ეგ ოქრო ჩემია. შედიშლა ბავშვო. ისე ძახი დიშლა, შემართლა დიშლა. მოიცათ ბიჭო. მომისმინე, ბაჭო, ჩვენ ხომ მაინც ვიცნობთ არა საკუთარ თავს. ასეთ რამეს ხომ იცი რომ არასდროს ვიზამდით. არ ვიცოდი რომ რესტარტის ღილაკი ასე მუშაობდა. დედა, გული ამიჩუყდა. ამ ჩემ შიბლას კიდე თუ არ იცოდით? თქვენი სამყარო განადგურებულია. ბოდიშით რა ორი პოლიკა. დავდეთ. სხვანაირად არ გამოვა. ჩვენ რა შუაში ვარ. თან თქვენი სხვა სამყაროში ყოფნა უამრავ ანომალიას გამოიწვევს. ეს გაიჩით ეს ნაბოზარი. ბატონი ძალიან კმაყოფილი იქნება. დიდ თავიან ბავშვს რომ მივართმევ სადილად. იტავიანი? ვინ? გაიოზი? რა პონტია ძმაო? შენ მე რამდენად უნდა გითხრა რომ ეგეთ ხუმრობებს მოეშვითქო? იქნება ადამიანს კომპლექსი აქვს და დარდობს. ეგრე ხუმრობა შეიძლება? გაიოს არ დაიგროზო ძმა, ხო იცი მე სულ შემხარეს ვარ. ბუშტო, რო არ გჯეროდა. ხო გითხარით ჩვენ არა ვართ ის ხალხი, ვინც თქვენ გჭირდებათ თქო. დაგვიშვი ახლა სახში. ყველაფერი კარგად იქნება. მე მგონი მართლა სიმართლეს ამბობდით, მაგრამ ჯერ ჩემმა ბატონმაც უნდა დაადასტუროს.
ცოტა ხანი დამელოდეთ, კარგი? დაიცაფა რა მოხდება? შარტის პუშტივით ნუ იქცევი რა. ცოტა ხანი უნდა დამელოდოთ მეთქი. ჯერ თქვენი სხვა ვერსიები ჯოჯოხეთში მყავს დასაყვანი. რა ხდება ჩემი დედე? ვაფშე აირია ძმა მონასტერი. მეგობრებო, დაუღალავი შრომის შედეგად გეგმა შედგენილია. რობოტებთან ომს დღეს დავასრულებთ. ესე იგი ბატონო მულო თქვენ? შუტელი მქვია ძმა. მე ლიგავიგე. ის გესმის რაც გაკლია ალბათ. ერთი ორ და სამი არაფერი არ მაქვს, მე ამაზე ფულაში ვიდექი და ნაშავակ და ჩაულებრივად. შენ ქვია უცნაური სახელი ჯიმა მე რა ჟვაში ვარ. მაილრუ, უცნაურ სახელზე შენ მელაპარაკები? ბატონებო, რაშია საქმე? ძალიან გთხოვთ ცოტა სიმშვიდე შეინარჩუნეთ რა. აგერ ამ ხილა პოეტი ადამიანი დგას ჩვენ გვერდით და ძალიან გთხოვთ ნუ ამინერულებთ ამ კაცს. ნუ იდარდებ ძმა კაცო, ნერვიულობა არ ვიცი, ნაჩის კერვაში გავცივდი, ყვერები დაპატარავდა, სიციო მეგრე. ია, ჩუმად იყავი. თქვენ თვითონ იყავით ჩუმად, რა არის ასეთი კაცი მჭერმეტყველობს, რა არის რა, პოეზია აღარ ფასობს? შენ ჩემი ძმა პოეტი ხوار ნავინმე. საკამართულ გიასტრაკიდან არ გამოგიდია თავი დაგვასვენა რა. მოკლედ, გეგმის შედგენაში ბატონი ელარჯის სანამცხელია დამეხმარა. ვინც არიცით, ის 3 დღის წინ ჩაანაცვლეს რობოტებმა. ის ჯერ კიდევ რობოტების გამოჩენამდე სწავლობდა ტექნოლოგიას და მათ სისუსტეებს. მოკლედ, თავიდან მეგონა, რობოტებს სპეციფიური გიტარის ჟღერადობით დავამარცხებდით. მაგრამ ამ პროჯექტმა საკუთარი თავი დააპდეითეს და ეს მეთოდი აღარ გამოგვადგება. რა ვქნათ ძმა? გავაძრო ნაჯახი. რა გაყვირებს? მოკლედ პასუხი მარტივია, თუმცა უცნაური. გაზი. გაზი? ხო, მეთანი, წყალბადის სულფიდი და ამიაკი. რობოტების აღმოჩენიდან მალევე დავიწყე მათზე ექსპერიმენტების ტარება და აღმოჩნდა, რომ ამ ქიმიური ელემენტების ნაერთით მიღებული გაზი რობოტებს ანეიტრალებს. მე ერთი წყალბადის სულფიდი და ამიაკი სატრაკიდან მოვიტანო. აგერ მე შემთხვევით არ ჩაუნაცვლები ვარ რობოტებს. აქ ზუსტად ამისთვის მოვედი. ამ გაზის ბომბს თავარ რობოტთან ავაფეთქებთ და ირგვლივ ყველა სხვა რობოტის განადგურდება. ვა, საყოლ, მაგარი გეგმაა, ბოს დავეცი. ასე რომ ბატონებო, ზადყოფნაში იყავით. როგორც კი ნუგოტრონი გამოჩნდება, გეგმას სისრულეში მოვიყვანთ. ჯოჯოხეთი? ოპა, ფუკუძსთან გაიჩიტება ახლა. ლავაში ჩამაგდებენ და დამსჯიან ვითომ. 1 2 და 3 მეგრულ წიწაკაზე ვარ გაზრდილი ბეჭო, ლავა დამწვავს მე. მე შენზე ოცნება. კარს გავატანე, უსვა უთყედის ტრაკის მიდამო. შენზე ფიქში ბევრი რამე გავათენე. ჯოჯოხეთში თოკი დაბულს მიმათრევე. დედა, რომ ყავდეს, ძალიან მეწყინებოდა. კი, მაგრამ აქ შენმა ბატონმა პირდაპირ თავისთან ვერ გაგვაჩინა? რამდენი უნდა ვიაროთ? ვაძან მოვიწყინე ბიჭო რა. სანამ მივალთ, კურდღელი ხტის ვითამაშოთ არ გინდა? გავერთობით ცოტა. ეგ რა არის? მოკლედ კურდღელზეა რა. უნდა თქვა კურდღელი სად იძინებს. იქამდე სანამ ვინმე სიტყვების მარაგი არ გამოელევა და ვეღარ იტყვის ვერაფერს. მაგალითად, მიდი დაიწყე რა თუნდა მაგალითი. კურდღელი ხტის და სად იძინებს თქვი? კაი. კურდღელი ხტის და სოროში იძინებს. ჩემი ჯერია. კურდღელი ხტის და ლოგინში იძინებს. ჩემი ჯერია. კურდღელი ხტის და პაჭოს ტრაქში იძინებს. აჰა, ეგრეთ იცოდი. თამაშია ძმაო. თამაშია ხო? კაი, ხო თამაშია ბაზარი არა. კურდღელი ხტის და პოლიკას პროჩი იძინებს. კურდღელი ხტის. მოიცა ძმა. უკვე ნათქვამი სიტყვების გამეორება არ შეიძლება. მერე როდის გავიმეორე? ამიხსენი ერთი აბა, პროჩს და ტრაქს შორის რა განსხვავებაა აბა? ბიჭო, ერთი და იგივე სიტყვა არ შეიძლებაო და სხვადასხვა სიტყვებია ეგ ორი. აჰა, ძმაო. აჰა, ეგ არის მეგრელებთან თამაში. ჩართო აფერისტობა და ჩეთერობა დაიწყო ეგ რა. კაი. კურდღელი ხტის და პოლიკას კეთილებში იძინებს. წითელ ხაზებს ძმა. კურდღელი ხტის და პაჭოს დიშლას უტყავს თავში. მე მიდის და მანქანაში იძინებს. კაიო, შენი ჯერია. ნუმარიდებ, შემოწყე, შემდეგი ვინაა? თამაში მე დავიწყე ძმა, კურდღელიც ჩემია. არა, კურდღელი შენი და ჩუმად იყავი. იცი რა, პრინციპში, არა ყვები რა. შენზე უკეთესი ვარ.
კურდღელი ხტის და არ ვიცი, რავი, მინდორზე იძინებს. მინდორზე? ვაუ! კრეატივის გენიოსი ხარ პირდაპირ. კიდევ გაქვს რამე ეგეთი იდეები ბატონო მინდურის გლეხო? უამრავი. კურდღელი ხტის და პაჭოს არ არსებულ სამომავლო გეგმებში იძინებს. კურდღელი ხტის და პოლიკას გოდორივით თავში იძინებს. ეუ, და რა, მიმასვი შენი ჭკუით? თავი მაინკრაფტის კუბ შენ გიგავს და რავი. კურდღელი ხტის და პაჭოს აფსავს ყურში. სკამზე იძინებს. კურდღელი ხტის, პოლიკას აფსავს თვალებზე და დივანზე იძინებს. ხო და დაიბრიდა ეგ კურდღელი. კურდღელს ვერ დაბრიდავ წესებში ეგრე არა. მან ნახე ძმა წესები. ნუ სულელო ბიჭო ძმა წესები განახე. თამაში ეგრეა. შენ თვითონ დაიწყე თან. ჩემი ჯერი არ მოვიდა? არა. სიჩუმე რა გადაგრია ამდენი ხანია ჯოჯოხეთში ვცხოვრობ და ასე ჯერ არაფერ შეუწუხები ვარ ჯოჯოხეთში ვცხოვრობ თქო ხო კიდევ მოვედით ბოსთან შესახვედრად მოემზადეთ ვინ არიან ეს გიჟები ოპა ბუკუდუს სახე არ გაუწრია როგორ ჩანს ბუკუდუსზე ვაი მე რა სახე აქვს როგორც იქნა ჩემს წყევლას ბოლომდე დავიბრუნებ მე პუკუნდუსია კარგად გაიგეთ არ გაბედოთ და ლაპარაკი არ შეაწყვეტინოთ ბუშტო იცოდე გაგხედქავ თუ მათიყავი მე პუკუნდუსი ხარ ხო ნუ გადაგვაჭამე თავი კლიზმა შენც აქ ახარ აბა სად ვიქნები მეც აქ ვარ და მთელი თარსულაც სიჩუმე ამ მომენტს ჩუმად იყავით ყველა ბატონი ლაპარაკობს ამ მომენტს დიდი ხანი ველოდებოდი რა მომენტს ჩემი წყევლა რომ დამიბრუნდეს ყველა თარსულას მაცხოვრებელი უნდა მოკვდეს მაგრამ თქვენ როგორ ღაც გამეკეცით პარალელურ სამყაროში ყოფილან ბატონო ამიტომ ვერ პოულობდით თურმე კაცო და ჩვენი მეორე თავები ხო აქ იყვნენ იმათ ვერ გამოიყენებთ ჩვენ რო არ დავხოცო ისინი არ გამოდგებიან ბატონმა წყევლა ამ სამყაროს მაცხოვრებლებისგან უნდა დაიბრუნოს და არა სხვისგან სერიოზულად გეუბნები ბუშტო გაგხედქო გამაწყვეტინებ და ბოდიში მეც აღარ გაგაწყვეტინებთ ვუი ბატონო სახეზე მგონი ნეხვი გაქვთ ვუი არა შემეშალა გაგხედქო სიკვდილის წინ რამის თქმა ხომ არ გინდათ შედიშლა დემონო მოიცა პუკუნდუსო ერთ-ერთი ჩვენგანი რობოტია გაიოზი ნამდვილი გაიოზი ვინ ჩვენ გჭირდება ისევ სხვა სამყაროშია რა უი ხო გაიოზი ჩანაცვლა შენ წყევლას ეს არ ატარებს მაგრამ რა მიხარია მამეთ გახსნის ეხა ეს დიშლა პორტალს და გადმოიყვანს იმ ბრიკ გაიოს აქ ვერ გადმოიყვანს ჩემი ნივთები კი მიიტაცა მაგრამ თავისი წყევლის გარეშე ჩემს ძალებს სულად ვერ იყენებს ასე არაა ფუკუნდუს არ ინერვიულოთ ბატონო მიაქრისთვის ვარ წავალ და ვინმე ისეთ არსებას ვიპოვი ვისაც პარალელურ სამყაროში შეუძლია პორტალის გახსნა გაიოს აქ გადმოვიყვანთ და წყევლასაც სრულად დაიბრუნებთ კარგი ძებნა დაიწყე ბუშტო და ამათ რა ვუყო რა უნდა უყო ჯოჯოხეთში არიან ისედაც საწავლენ თავიდან მომაშორე და პორტალის გამხსნელს რომ იპოვი ისევ აქ მომითრიე მე ფუკუნდუსი ხარ ხო ნუ წაიღე ტვინი აიყვანი აქედან ტყუილა მარიაშობდა პუკუდუს სახე გავაძრეო აქ დამელოდეთ დიდი დრო არ დამჭირდება ძმურად არ იჩქარო რა ის ანდაზა მაინც არის ის ჯობს შორი გზა მოიარე შემშვიდობით მიდიო მე უკეთესი ანდაზა ვიცი სჯობს ბუშჭკუ არ ასწავლო თორე გათრევს სახითო არც კი გაირითმა არ სჭირდება და იმიტომ რა ვქნათ ბიჭო რა უნდა ვქნათ ძმა დაანძრეული გვაქვს რა უნდა ვერაფერსაც ვერ დაიცა რაღაც ხმარ ისმით ძალიან მეცნობა მეცნობა რა შეიძლება მაინკრაფტს უბერავ ეს ეშმაკია მაგასე ძახის სასახლე შენ ნუბო უფრო ნეხს გავს ბატონო ისა რა ხდება კი მაგრამ საქმე დაილია ჯოჯოხეთში შვებულებაში ვარ
ჯოჯოხის ფუკუნდუსი მიხედავს. ხომ არა ფუკუნდუსმა ყველაფერი ყირაზე დააყენა. აუ ისე ვის პროჭია ჩემ ბაზაზე. ვინ პროჯი? ვიღაცა ერთი თვია ჩემ ბაზაზე დაძვრება და ყუთიდან ოქროებს პარავს. მაგრამ ყუთის ქვეშ ტიენტი დავდე და ავწევ ჰაერში. თვითონ აიწევა. ფუშენი პა. შენ თვითონ აპეთქდი, აზი არა ხარ ძმაო. რა დროს ეგაა, ბიჭო? ბატონო ეშმაკო, თქვენ საქმიანობას უნდა დაუბრუნდეთ და ფუკუნდუსი ტახტიდან ჩამოაგდოთ. მაცადე რა. მე ყო ამდენი 1000 წელი რაც ვიმოსგავე. ამო მივიდა ყელში. ჩემთვის ყოფნა და თამაში მინდა. ფა. აშკარად ახალი ხარ ამ თამაში, გინდა აი რაღაც გასწავლო? მიდი ფინგლინგს ხიე ძმა. პინგლინგს? რა ხდება? პა. აუ რა დებილია ჩემი. ოლიკარპე, ლავაში ხوار გინდა ამოგხარშო? პა. კაი, ძმა, დამშვიდი რა იყო. ვიხუმრე უბრალოდ. დამოვასწორებახლავე. მიდი აი Alt F4-ს დააჭირე და დაიმონდებს მოგცემს პერს. Alt კარგით რა, კრისტალბეთერონული ლიგის ყურება არ გინდათ მაგ კომპიუტერში? ფუკუნდუსი თუ არ მოვიშორეთ, ვერანაირად ვეღარ უყურებთ, იმიტომ რომ დედამიწა აღარ მოწყდით მეთქი თავიდან. ისე პოლიკ. შენი თავი რაღაცნაირად Minecraft-ის კუბს რო გავს იწოდი? კაი, წავედით. ისლა ეშმაკი ეს. ოპა, ვანოს საპორტი. მისა ისევ გამომერთო თამაში. ესე იგი რას უნდა დავაწვე? პა. ეგ მაუსზე? ხო, მაგრამ მაუს ორი კნოპკა აქვს მაუსსა. მოკლეთა ყველაფერმა ისე ჩაიარაი, რა ვარ საჭირო იყოი. გილოცავთ გამარჯვებასა. ხო, ჩემი ნენეჟე, გილოცავ ძმა. მუგოტრონი, გიასადა. კაი რა მნიშვნელობა აქვს? ელარჯი, მიდი. რობოტების პარპაში. აქ ვთავდება. აუ დაერხა ამას. ჩემი დედაში. ის რა არის ჩემი დედაში? ერთი, ორი და სამი ფუ. ესე იგი, მოიგეთ ბრძოლაი, ჯიგრებო. მაგარი ქათმები კი ყავ თქვენა, გემრიელია, ამას წინათ შევწვით მაგაცემ. წარმოდგენა არა მაქვს რაზე ლაპარაკობ. ჩვენა ბიოლოგიურ სხეულებს არ ავცემთ პატივს. დედალი, ბარკლებიანი. დავიღუპეთ? ტრაქში ვართ. ტრაქში? იმედი ჯერ კიდევ არის. აქამდე ამას როგორ ვერ მივხვდი? რას? ამოღერხე. მეთანი, წყალბადის სულფიდი და ამიაკი. ეს ინგრედიენტები ადამიანის კვილშიც მოიპოვება. შანსი არა. ჩაიჯვი, მიდი, სად არის პოეტი? გია, ჩაიჯვი. ჩავიჯვა? ნიასნია ძმა, ხვდები რასაც გულისხმობ შენ და გავჩუმდები. გია, მართლა ჩაიჯვი, მართლა. ჩემი და ჩუმა თავარ ძმა. ხმარა მომიღია ამდენი ხანია. მეტი რა ვქნა ბოს დავეცი. ჩაიჯვი ბიჭო. ჩაიჯვი, გთხოვ. აი მაგის გამო ბრატ, კი არ ჩავიჯვავ. აი მე ამოვიღებ და მოვსავ ძმა. ერთი, ორი და სამი ყველაფერი ჩვენი გასაკეთებელია. ნიუტონ. ვაიმე. აქამდე სვიჯვა და. კი ძმა, როგორ ვერ ხვდები? წავედით. დავაი კვილი. გაჩერდით ბიჭო. ოპა. ბიჭო. არ შეიყვამ თავისი გამონათქვამები. შიკვარა გააქვთ თქვენა. კაცო, გაზის ექსპერიმენტი ხო ჩავატარე რობოტებზე? თუ არ იყო ეგ რობოტი? ვაიმე უეჭველი ადამიანზე ვატარებდი.
დაერხათ. აჰა, დავუბრუნდით ისე იქით. მოვედი ბატონო და პორტალის გამხსნელიც მოვიყვანე. ეს ვიღა? გაიცანით, ეს ვიბრატოტორ კამურია. ვიბრატოტორ. როგორც მითხრეს რავი და, თავის გაიცანით, ეს ვიბრატოტორ კამურია. ვიბრატოტორ კამური. საქმის ექსპერტი. ვიბრატოტორ კამურო შენს წინაშია ფუკუნდუსი, ჯოჯოხეთის დამპყრობელი, დედამიწის დამაქცევარი. ის იმდენად დიდებულია, რომ ტუალეტსაც კი არ რეცხავს. არ სჭირდება და იმიტომ. რა სისულელეა? არა, თქვენს მერე შევედი ერთხელ და მაგის მერე მეის ბუშტი აღარა ვარ. არა, რაღაცა ამ გეშლება. ხელა ფუკუნდუსი კაცი ხარ ახლა აგინდა. შეიძლება ტელენეხვია. ტელენეხვი ეგრა. ნუ кайხო. სიჩუმე, შენ ვიბრატოტორ კამურო, პარალელურ სამყაროში პორტალის გახსნა შეგიძლია? დიახ, რა თქმა უნდა, პირდაპირ საქმეზე გადავალ. სერიოზული ხალხი ჩანხართ. ზუსტად რა გაგისწორდებათ? მაქვს პლაზმოლი, ასტრილი, 5 გრამიანი, ვოიდინი, გრავექსი, თეთრი კომეტა ეგობუსტით, რევატორი სუბსიდინი, ყველაზე მოთხოვნადი, პოლსიქ 9, სინთეტიკური პირდაპირ ანთებოს ყიდიც, მაგრად წაგიღებთ, შვილი ვიყო, მაგრად წაგიღებთ. რას ბოდავ, ბუშტო, რა ხდება? რა ვიცი ბატონო, ვიკითხე სხვა სამყაროში რო გადამიყვანოს, ვინმე ეგეთი მჭირდება თქვა. ბარი მათ გამოიყვანა. შემთხვევაში ასტრილს გირჩევთ, ოღონდ 10 გრამი ჯობია აიღოთ. სხვა სამყაროში კი არა, მთელ რეალობას ტრაქში გაგიკეთებთ. ცუდად არ გამიგოთ ბატონებო, იმენა ეგეთია, შვილი ვიყო, მაგარი რაღაცაა. შეიმბეცილო, ერთი დავალებისთვის ვერ გაგირწმევია თავი. პორტალის გამხსნელი მინდა თქო და ბარი გამომიყვანე. ფუკუნდუს, ძალიან ხმაურია, ფა. რა? ძალიან ხმაურობ თქო, ფა. სტრიმზე ვარ და ყოველ 5 წუთში მე ფუკუნდუსი ვარ. რა შეიყე, ფა. შენ რამე ხომ არ გეშლება ბიჭო? დაგავიწყდა ახალი უფროსი ვინ არის? რჩევას მოგცემ. ხანდახან გადიხოლმე ამ სასახლიდან, დედამიწაზე წადი. ვინმე შეცდენა სადე ან რამე. დედამიწა გავანადგურე, გადავწვი და მეორედ თუ ეგრე დამელაპარაკები. რა? დედამიწა გაანადგურე? მეტაფორულად? არა, ნამდვილად. ქვაზე არ დამიტოვებია. არა, შეიდიოტო. ბუშტო, ამისთვის მიგაბარე ფუკუნდუს. რავი ბატონო, რასაც გეტყვის ყველაფერი შეასრულეოდა. დედამიწაზე წასვლა, ადამიანებისთვის ჭყვის არევა, მათი ცოდვაში ჩაგდება მოსულა. ადამიანის იქამდე მიყვანა, რომ პლანეტა თვითონ გაანადგუროს მოსულა, მაგრამ დემონებს პირდაპირ ჩვენი ხელით დედამიწის მოსპობა გვეკრძალება. ბუშტო, ეს ხომ იცოდი არა? ზემოთ გინდა ხალხთან საქმის დაჭერა? ოპა. 64-ში გაიგონ. სულ დამავიწყდა ბატონო, ბოდიში რა. ეშმაკს რატომ ებოდიშები ბუშტო? იმიტომ, რომ ჩემი მსახურია. შენ რა გგონია? უცებ გაიჭითე, ტახტიდან ჩამომაგდე და ჯოჯოხეთის მმართველი გახდი? კი, ზუსტად. ყველაფერი ჩემი გეგმის ნაწილი იყო. შვებულებაში მინდოდა გასვლა. ფა. ბუშტს მივაბარე შენი თავი. შენს გაფიქრებინე რომ ტახტიდან გადამაგდე, რომ ცოტა ხნით დამესვენა. მაგრამ ადექი და ეგრევე დედამიწა გადაწვი. დედამოყან თქვენი. ერთი საქმე ვერ ჩამიბარებია. ფა. ისე წეშმაკმა გაჭედა. ახლა დაგკუჭავ. ოპა. ბეცილო. ჩემი ჩრდილის გარდა ვერასდროს ვერაფერი იქნები. ახლა მაინც ხო გაზრდა სახე ფუკუნდუს. ფუკუნდუსი ვარ. ვა, ფუკუნდუს სახე გააძრო ბიჭო. რატოს ეგ არის? ეხლა რა ვქნათ? ზემოთ რო დედამიწის ამბავი გაიგონ დარხეული გვაქვს. ფა. რომ მოვხიოთ სადმე? დავაი, სადმე პლიაჟიან ადგილას პლასტიკური ოპერაცია გავიკეთოთ, რომ ვერ გვიცნონ. მე უკეთესი იდეა მაქვს. ბავშვებმა რესტარტის ღილაკი გამოიყენეს. ეს ღილაკი არსებულ სამყაროს ზუსტ ანალოგს ქმნის, პატარა ცვლილებებით. ჩემი ნივთები დამიბრუნეთ და ამ სამყაროებს გავაერთიანებ. ისე თითქოს არც არასდროს გაყოფილა. დედამიწაც აღდგება, ხალხიც და არც თქვენ მოგეთხოვებათ პასუხი ზემოდან. კარგი? როგორც იქნა. რა კარგია დაბრუნება. კარგი. მოდი სამყარო გადავარჩინოთ. კარგი, მაგრამ სანამ დაიწყებ, თუ ამდენი რამე შეგიძლია, ერთ რამეს კითხავ რა.
რაღაც აანშენელდა ჩემი კომპიუტერი ამ ბოლო დროს და გადარესტარტება სცადე? გადარესტარტება უშველის ვითო? ნუ რა ვიცი, ცოტა ღირს გამოთვა ჩართვა. უკაცრავად, ბატონებო, ეს პრობლემა მოაგვარეთ. მერე დედამიწაზე მოდით და მე მოგახოდინებთ მაგარ სეთავს. ოღონდ კლიზმა სანამ სამყაროების გაერთიანებას დაიწყებ. მეორე სამყაროში დიშლა რობოტები არიან, რომლებმაც მთელი პლანეტა ჩაანაცვლეს. შეგიძლია ეგენიის სრულ სიცარიელეში დატოვო? კი, რატომაც არა. ორი პრობლემა ერთად მოგვარდა. ერთი ორი და სამი ბიჭო გამართლა ამათ გოდია თვითონ. დარჩინა მაგრამ ბიჭო ორი მოგონება რატომ აქვს ერთი რობოტებთან ბრძოლები და პლანეტებზე სიარული და მეორე ჯოჯოხეთში ვიყავით ჩვენ დავიბენი ცოტა ეს რა იყო ბიჭო? ბეწვზე გადავრჩით. ჭანდაბა და დოზანა იყო. ბიჭებო, რა მოხდა? ნუ ყველაფერს საგიხსნით. გაიოს, როგორ ახარ ისე რაშვები? რავი არა მიშავს, შე როგორ ახარ? ეს რო შეშურდება ეგრე. იცით რა, ცოტა ყელში ამოვიდა ასეთი ახლართული ამბები რა. რა სიტყვით რომ ძველებურ დროს დაუბრუნდეთ. კი ძმაო, მე თანახმა ვარ. ეს კატაკლიზმები და ფუკუნდუსები და შავი ქათმების დრო მენატრება. აი, მაშინ შევთანხმდეთ რა. რაღაცას თუ უცნაური სუნი აუა, მოდი უბრალოდ დავიკიდოთ ხოლმე რა. ძველებური სიმშვიდე დავიბრუნოთ. მოსულა? მოსულა. ის დაინახეთ, ვიღაცა კაცი რო გაქრა და გაჩნდა? წამოდით. არა, პოლი, ამ წამს რაზე უკან გოგოც გაქრა, ბიჭო. აუ, რაღაცა ხდება კიდე და მორჩა ეხლა ხო უეჭველი. ესენი not found შერია გეცედა. ეს ვინ გაგვიკეთაი? არ ვიცი ვისი ხელი ურევიაი. მარა ვიპოვი. ქვაზე არ დავტოვენ. თქვენ მოგინათ დედის ტრაქსა. ბიზნეს დავიწყებ. აუ, ბიჭო, ვიცი რომ მეექვსე სეზონის პირველი სერიაც გამოსულია და მად ალბათ უკვე იცით რა ხდება რა და არ დამოსპოილეროთ ხო და იქნება რაღაც საეჭო გაგრძელება იქნება დიდი ალბათობით ისეთი დასასრული იყო რომ და გამაზამასკებს რა. იმიტომ ვიღაცა გაქრაო და უკან თუ შევამჩნიე რომ ის გოგოს გაქრა მეგრელი როა რა იპა. პოლიკასო დაივასა. ვა, კარგი იყო კი არა, ძალიან მაგარი იყო, ერთ-ერთი საუკეთესო სერია იყო ჩემის აზრით, თან ძველ ეპიზოდებთან, ძველ სეზონებთან იყო დაკავშირებული და გაასწორა, მაგრამ მოკლედ საღოლ შემოქმედი, საღოლ იდეები მომწონს ძალიან. არ ვიცი ხა როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები მომდევნო სეზონში წარმოდგენა არ მაქვს არ მომდის თავში არაფერი, მაგრამ აუცილებლად მომდევნო რეაქცი გავიგებ. მადლობა ვინც უყურეთ ბოლომდე ვიდეოს, მადლობა შემოქმედს. თუ არ დაგილაიქებთ, დაალაიქეთ, გამოიწერეთ არხი. მე კი დააგემშვიდობებით დიდი სიყვარულით მომავალ რეაქტამდე. დავით